მოგვიახოთ ახალი წელი და როგორც ხედავთ ჩვენი ღუმელიც ამღერდა უკვე და როგორც ხედავთ დიდად არ გვიყვარს სუფრისკოძის სტუდიაში ახალი წელი და მეც დიდად არ მიყვარს ძალიან მალე მოაკაკუნებს ეს ჯადოსნური დრო ჩვენს კარებს და რა თქმა უნდა ჩვენს უნდა აუწყოთ ფეხი და უნდა მოვამზადოთ რაღაცები რაც მოუხდება ახალ წელს. დღეს დავიწყებთ ელემენტარულებით, შევხურდებით ასე ვთქვათ და გავაკეთებთ ძალიან ელემენტარულ რაღაცებს რომ ასე ვთქვათ შევიქმნათ ვაიბი და შევიქმნათ განწყობა და შემდეგ უკვე რაც უფრო მოახლოვდება ახალი წელი და შოვა, უფრო და უფრო დავამძინოთ კერძებსაც. ამიტომ გაიმზადეთ, შეიქმნეთ სახალხო განწყობა და ნელ-ნელა შეობიჯოთ სახალხო ჯადოსნურ სამყაროში. როგორც ვამბობ, ახსენეთ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი იქნება მარტივი და ასე ვთქვათ შესახურებელი სახალხო კერძი არა უფრო დესერტი და დღეს გავაკეთებთ კრემბრულეს. სახალხო უფრო არ არის, მაგრამ სითბოსთან და სიტკბოსთან არის დაკავშირებული როგორც ახალი წელი. და დღეს გავაკეთებთ ამიტომ კრემბრულეს, რომელიც არის უმარტივეს რეცეპტი და ჩემი აზრით ყველა თქვენთაგანის არსენალში უნდა იყოს ამ კერძის რეცეპტი. ამიტომ სუფრისკოზია, რომ ეს არსენალი თქვენ არ შეგივსოთ. დღევანდელი ჩვენი კერძისთვის დაგჭირდებათ სულ რამოდენიმე ინგრედიენტი. ნაღები, კვერცხი, შაქარი, ვანილიანი შაქარი ანუ ვანილი და ცოტა ცეცხლი. ნაღები დაგჭირდება 200 გრამი, კვერცხის გული დაგჭირდება 4 ცალი, დაახლოებით 60 გრამი შაქარი და პლუს 10 გრამი დაახლოებით რომის ცეცხლოვანი შოუ დავატრიალოთ, ვანილიანი შაქარი ან ვანილი დაახლოებით 1 სუფრისკოზე ან 1 ცალი პაკეტი ვანილის შაქარი. ცოტა ხელს მიშლის, ამიტომ მოვიხსნე სათვალეებს. სანამ გავაკეთებ, ვინმე თან მოგიყვეთ პატარა ფაქტები კოკაკოლას და ახალი წლის კავშირზე. არ ვიცი იცოდით თუ არა, მაგრამ წითელი ფერი სანტას აჩუქა კოკაკოლა. კოკაკოლის დამსახურებაა, რომ ჩვენს ტვინებში სანტა არის წითელი ფერი. ძალიან დიდი შრომა ჩადებული ამაში, იმიტომ ყველაფერი წითელი რაც გიყვართ კოკაკოლის დამსახურებაა. აგერ სანტა კლაუსით ბატონი ჩვენი არის კოკაკოლა შექმნილი. ამიტომ თქვენ რომ განწყობას გიქმნით სანტა და განწყობას გიქმნით წითელი ფერები და ლამაზი რაღაცეები, ეს ყველაფერი კოკაკოლის დამსახურებაა. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი კერძის დაგჭირდება 1 ცალი ქვაბი, რომელშიც უნდა ჩავაწყოთ 200 გრამი ნაღები. ესე ჩაუშვებთ. უნდა წამოვადუღოთ. თუ ჩვენი მაყურებელი ხართ, წამოდუღება უნდა იცოდე რას ნიშნავს. წამოდუღება არ ნიშნავს ადუღებას, არამედ ნიშნავს წამოდუღებამდე მისვლას, ანუ გარშემო რომ დაიწყებს ბუშტუების გაკეთებას, ანუ წამოდუღდა. სამ ნაღები ადუღდება მანამდე და გავაცაკლოთ კვერცხის გული ცილისგან. ამიტომ გავტეხოთ ერთი გული. ჩაუშვით 4 ცალი კვერცხის გული, უნდა ჩაუშვათ შიგნით დაახლოებით 60 გრამი შაქარი და კარგად უნდა გავაკეთოთ აი ესეთი გოგლი-მოგლი, რომელშიც შაქრის კრისტალები აღარ იგრძნობა. ამასობაში ჩვენი ნაღებიც ამოდუღებამდე მივიდა, ეცოდა 4 აუშვა. და უნდა ჩაუშვით ახლა ვანილი შიგნით, რომ კარგად გემოები გაუჯდეს. და შემდეგ უნდა დავიწყოთ ამის დატემპერირება. ნელ-ნელა უნდა ჩავასხოთ ამ მასაში ნაღები, ძალიან ნელ-ნელა, რომ არ მოიხარშოს კვერცხი და უნდა მოიღოთ აი ესეთი მასა. და თითქმის უკვე მზად ვართ, რომ გამოვასხოთ ჩვენი კრემბრულე. რატო უნდა ჩავასხოთ ნელ-ნელა, ძალიან მნიშვნელოვანია ნელ-ნელა ჩასხმა, რადგან ამ მეთოდს ქვია დატემპერირება მასის, ასე ვთქვათ, უნდა შევაჩვიოთ კვერცხის მასა თხელ რძეს ან ნაღებს, რომ არ მოხდეს კვერცხის აჭრა, მოხარშვა ან მომზადება მოკლედ. გამოგადგებათ იმედია, ვინც ხშირად აკეთებთ ხოლმე კრემებს, კრემბრულეს ან სხვა ეგეთ რაღაცებს, რომელსაც კვერცხის ბაზა. ეხლა სანამ გადავიტანოთ რამეკინებში, მანამდე ჩავუშვათ 1 ციკვი მარილი და ეხლა გადავიტანოთ ეს რამეკინში. დაარტყით, რომ ზემოთ ბუშტუკები ამოვიდეს ქვემოდან, რომ უფრო გლუვი და კარგი ტექსტურა ქონდეს. ეხლა რაც შეეხება გამოცხობას 160 გრადუსზე უნდა გამოვაცხოთ ღუმელში, მაგრამ სანამ შევდგავთ, ავიღოთ რამეკინი, დავდოთ ლანგარზე და დავაცხოთ წყალი დაახლოებით 9-მდე, რომ ორ თქმა მოამზადოს ჩვენი კრემბრულე. და დაახლოებით 25 წუთი დაჭირდება გამოსაცხობად. ანუ ეხლა დავასხავთ წყალს, წყალი დავასხით. და გამოვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი 160 გრადუსზე. მანამდე გახურებულ ღუმელში. 25 წუთიც გავიდა, ჩვენი კრემბრულე გაკეთდა და ეხლა უნდა გავაკეთოთ პატარა ჯადოსნობა. შაქრის კარამელიზაცია. შაქრის კარამელიზაციისთვის დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, შაქარი. ხო, აგერა ჩვენი კრემბრულე, ზევდან და მოვაყაროთ შაქარი თხელ ფენად და უნდა ავიღოთ ეგეთ წოდებული თორჩი და და ეხლა ეს უწმინოთ ჩვენი ზედაპირი. როცა გჭირდება საუკეთესო, ჯობს აირჩიო სელპაკი.
სანამ კრემბრულის დავაგემოვნებთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ კოკოლის გრანდიოზული სახელმწიფო გათამაშება დაიწყო და ყვითელთასახურების ქვეშ მოთავსებული კოდების შეყვანა აპლიკაციაში ისევ აქტიურად უნდა იყოს გაჩაღებული, რადგან რაც უფრო მეტ ქულას დააგროვებთ, მით უფრო მეტი ბილეთი გექნებათ გათამაშებისთვის და თქვენ შეგიძლიათ რომ მოიგოთ PlayStation-ი, JBL-ი, Samsung-ის ტელევიზორი და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი პრიზი არის mini Cooper-ი. ამიტომ ჩემი აზრით, ეხლა ყველა უნდა გაიქცეთ მაღაზიებში, უნდა იყიდოთ ბევრი ყვითელთასახურიანი Coca-Cola და შეიყვანოთ იმდენი კოდი, რამდენიც შეგიძლიათ, რომ მოიგოთ გრანდიოზული პრიზი mini Cooper-ი. გათამაშება ექნება 14 იანვარს, ტრადიციულად Facebook Live-ის მეშვეობით, რაც უფრო მეტი ბილეთი გექნებათ, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ, რომ Facebook Live-ში მოხვდეთ და დაგირეკონ თქვენ და მოიგოთ ამ გრანდიოზული პრიზებიდან ერთ-ერთი მაინც. ასევე mini game-ებსაც შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ლიდერბორდის პრინციპით დააგროვოთ ქულები და მოიგოთ ყოველკვირევად სხვადასხვა საჩუქრები. რაც შეეხება ახლა დაგემოვნებას, დავაგემოვნოთ უცებ და ვნახოთ როგორ იქნება. ესე ჩავტეხოთ და ესე ჩვენი შაიზმათ, საგებელია. ზუსტად 22 წუთი უნდა გამოვასხოთ, 25 აღარ. 22 წუთი რო ესეთი კრემოვანი ტექსტურა მიიღოთ და ვფიქრობ რომ ეს დესერტი რომელიც თქვენს არსონაჟში აუცილებლად უნდა იყოს და ვფიქრობ რომ თქვენ სტუმრებს თუ მეგობრებს აუცილებლად მოაწონებთ თავს. კოკოსთან ერთად იყიდეთ ეს ინგრედიენტები რომ გამზოთ კრემბრულე. და ეხლა აღარ წაგათმევთ დროს, ეს დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ კოკოლის კოდების შეყვანაში და მე ეხლა წავალ და მეც შევიყვან კოდებს. Bye.